გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ხართ? მოკლედ დაგიბრუნდით. დღეს შევიძინეთ საკანცელარიო ნივთების სკოლისთვის და დაგათვალიერებინებთ. ორივე გოგოებისთვის. ელე დამეხმარე რაიმის სახელწოდება თუ არ ვიცი. დეებით შენ შეარჩიე. ანჯერ პირველ რიგში განახებთ. ჩემი ორივე გოგო არის მოყვარული მხატვრები არიან მოკლედ და ასეთი ტილოებით შევუძინე ეს ერთი. ეს ორივე ერთზომა? ორი ერთნაირი დიდი. და ესეთი ორი პატარა. მე რო დახატავენ, მაგასაც განახებთ. საკმაოდ კარგად ხატავენ ორივე. ეს არის ჩანაწერების, ანუ როგორ დღიური რო იყო ხო იცით ჩვენ ბავშვობაში. ანუ ესეთი არა ელენიკოს დღიური ეს რა არის ეს პატარა ბლოკნოტი ჩანაწერებისთვის დავალებები რო ჩაინიშნოს ელენემ და ეს რა არის ეს არის ფანქრის წვერები ეს არის ანუ კორექტორი. აქ სკოლაში ითხოვენ კალკულატორს. ელენეს. პატარა ფერადი ფურცლები. ესეც კორექტორი. ფუნჯები ხატვისთვის. ასევე გვაქვს ამას რა ქვია? აკრილია თუ რა არის? ელე. აკრილია ეს? ანუ არ ვიცი აკრილია თუ რა არის? ნუ რა წერია ვერ ხვდები. ანუ სახატავ აქვს. ელენეს ჩვეულებრივი შავი ჩანთა. ეს არ ამყავს პრანჭკელა და არ უყვარს ხოლმე ნახატებიანი და რამე ისეთი რა. ასევე ეს ერთი შეკრა მათემატიკის როლები, ანუ არის 10 ცალი ამაში და ეს ერთი შეკრა ღირდა 5 და 50. და ასევე მეორე შეკრა ქართულების ავუღე. იგივე ფასი იყო ესეც. აქ არის თაბახის ფურცლები. ესეც ელენისა. და ანალიზები მომაწოდე რა. ეს პასტა, კალამი, ესეც კალამი. კორექტორი თუ რა არის ეს? მარკერი. ერთი. კალამი. საშლელი. და ანას ჩანთა მომაწოდე რა. და 35 ევროიან შენაძენზე. თითო 35 დახარჯულზე კიდე აქცია იყო დღეს. მოსდევდა ყურსასმენები. საჩუქრად და 2 ყურსასმენი მოგვიწია. ეს ელესია. ეს არის ანასი. ჩანთას მოვიდა. ელე, ჩანთა მომაწოდე რა. ანას ჩანთა მომაწოდე. ეს ამ ყურსასმენებში იმხელაძე ისმის ხო ჩემი ლაპარაკი არ ესმის. ჩანთა მომაწოდე ანასტასიას. ანასტასიას არჩეულები ვნახოთ. ანასტასია თავის ჩანთით იყო წამოსული და შიგნით ჩაილაგა. ანა კალმისტრების შეკრა იყო. ასევე კორექტორი. კალკულატორი
მარკერი, კალამი. ანასტასიისთვის განსხვავებული ეს თირეულები იყიდა. ეს ერთი ფერის, ეს მეორე საყვარლობა ფერები კი იყიდა. ეს სამი და ეს 4. ანუ ერთმანეთში არ აერევათ რა. ანასები არის განსხვავებული. და საშლელები. მოკლედ მზად არიან სკოლისთვის. ჩვენი გოგოები ელეს ეწყება 10-ში, ანას ეწყება 11-ში. სრულიად მომზადებულები არიან. განწყობა დიდად არ აქვთ, მაგრამ შეიჩვევიან ახლა რეჟიმს. ამ ვიდეოს მივაბავ, შეინის განყუთვასაც ჩაწერილი მაქვს რამოდენიმე დღის წინ და ამ ვიდეოს მივაბავ. მომდევნო შეინის unboxing-ი გავაკეთოთ. ეს მეორე ნაწილი არის. ოფიციალურობა ანასტასია და გაიყო 2 ნაწილად. გავხსნათ და ნახოთ დღეებია. შეიმჩნევ ძალიან დაღლილია. პირველი რა გვაქვს? ჩანთა. ესეთი საყვარლობა ჩანთა არის. ანასტასიასი. ცოტა პატარა. მგონი იმედები გაუცრუდება. ფიქრობ იმედებს გაუცრუებს. მეორე რა გვაქვს? მეორე არის ზედა. ანას გრძელკლავიანები. ხარისხი შესანიშნავი. ესეთი ზედა არის. ზომა მშვენიერი, თავისუფალი სტილის. ეს კორსეტი გამოიწერა. ანასტასიამ თავისთვის. ვნახოთ როგორია. ახლა ესე გახსნილი მდგომარეობაში. რა გავიგო როგორ არის. და ეს მეიკას შევკრავ. ანუ ესეთი სტილის არის, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უფრო პატარა ზომის უნდა გამოეწერა. ამან მიზნით გამოიწერა, რომ ცოტა წელიო დამიპატარავდესო და ეს გონია, რომ ზუსტად ანასტასიას ზომა არის. ანუ ესეთი ფორმა აქვს, ესეთი დგომა აქვს. კიდევ ესეთი ორი ცალი კამარი გამოიწერეს დებმა. ნუ კამერებს ფოტოშორის ძალიან მომწონს, ანუ კარგი ხარისხის კამერები არის. ნუ მეორე ზუსტად მასეთია. მეორე კამერით არის ზუსტად ანალოგი ამისა. კიდევ რა გვაქვს? ეს ელასტიკი. ელასტიკიც მშვენიერია, ესეთი მაღალწელიანი. და ბოლოში არის შლაქსის სტილის. მე ვფიქრობ, რომ ეს ზუსტი ზომა არის ანასტასიას. მშვენიერი. ხარისხიც ძალიან კარგია. და ელენისთვის შარვარი. ზუსტად ისეთია, როგორც ანასტასიამ გამოიწერა წინაზე. ოღონდ აქვს, ანუ ფერში არის სხვაობა და მეგობრებო, ანუ ხარისხი არის ძალიან კარგი. როგორია? თავისუფალი სტილია. და ხარისხი არის მშვენიერი. მოკლედ
არა ხდება კიდევ. ახლა ანასტასიას სკოლის ამბებზე დავდივარ. გავარკვიოთ სად ისწავლის. როგორ იქნება და რანაირად იქნება მე უკვე დეტალებს რო გავარკვევ, გაგიზიარებთ, იმიტომ რომ ამ ქალაქში ანასტასიას ასაკისთვის არ არის სასწავლებლები და ანუ რაღაცებს გვთავაზობენ და ვნახოთ რა იქნება. ახლოვდება ასევე 12 რიცხვიც. და ამ სიახლეებსაც გაგიზიარებთ, ვნახოთ რა მოხდება 12-ში. რას მეტყვიან, როგორ განვითარდება ჩვენი მოვლენები, გაგიზიარებთ მაგასაც. კიდევ რა მინდოდა მეთქვა, ვიზრდებით. ძალიან მიხარია და აი თითოეული თქვენგანი მიხარი ხართ. დიდ მადლობას გიხდით, ვინც იწერთ ჩემ არხს. თითოეული თქვენგანი მართლა აი ძალიან მახარებს თქვენი დადებითი კომენტარებით. როგორ გიხდება და ანასტასიამ ჩაიცვა უკვე. ძალიან უხდება. შედობაში და ეხლა შესკოლეთ ემზადება რა და თავის თვითონ იწეს თვითონ თავისთვის რაც უნდა. მე აღარ მეკითხება ხოლმე დედი ეს გამოვიწერო, ეს გამოვიწერო, უკვე დიდი გოგოა და თავის გემოვნებით იწერს თვითონ. უბრალოდ ეგ არის რომ ძალიან თავისუფალი სტილი მოსწონს. მე მინდა რომ ცოტა ისეთი დასმელები ჩაიცვას, რომ თავისი ლამაზი ფორმები გამოკვეთოს. მაგრამ არა ნინო თავისუფალ სტილს მიყვება რა, ან თავისუფალი სტილის დასმელები აცვიეთ ორივეს. არ უყვართ მოტკუცული ან ან მომდგარი დასმელი არ უყვართ რა, და თავისუფალი სტილის დასაცმელს ანიჭებენ უპირატესობას, უფრო თავისუფლად გრძნობენ თავს და კომფორტულად. მოკლედ მეგობრებო, ამ ვიდეოს დაგიტოვებთ. დროებით დაგიმშვიდობებით. ესე მოკლე ვიდეოები გამომდის ეს დღეები, მაგრამ არა უშავს უარ არაობას ჯობია რომ ასე შეგახსენოთ ხოლმე თავი. გაგოცეთ ბევრი დიდი მადლობა, ვინც სურვილებს გვისურვებთ და დადებითად გვაფასებთ. გაგოცეთ ბევრი დროებით.